საღამომშვიდობის საპირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ქრონიკის საინფორმაციო სამსახური. დღის მთავარ სიახლეებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის თანამდებობას პაატა ხიზანიშვილი დაიკავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ახალი გუბერნატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური და მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში. 2006 წლიდან დღემდე პაატა ხიზანიშვილი მუშაობდა ქართულ ჯგუფში სხვადასხვა თანამდებობაზე. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი მღებრიშვილი სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა. რუსთავის მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილეს დღეს საკრებულოს დარბაზში. შეგახსენებთ, რომ პირველ წარდგენაზე საკრებულომ ბიუჯეტი მერიას ფორმირებისთვის დაუბრუნა, დღეს კი განახლებული ვარიანტი ქალაქის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იქნა განხილული. ფორმირების შედეგად ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონი ლარით გაიზარდა, საბოლოო ჯამში კი 33 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა. ცვლილებები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და სპორტულ პროგრამებზე განხორციელდა. ფორმირებული ბიუჯეტი დასამტკიცებლად ხვალისთვის დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე იქნება გატანილი. Შეიძლება წარდგენილი იქნა ბიუჯეტი პირველი წარდგენის შემთხვევაში საკრებულომ გარკვეული შენიშვნები გამოთქვა ითხოვდნენ ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინებას ბიუჯეტში და რამდენიმე IP-ზე თანხის დამატებას, ანუ IP-ები ითხოვდნენ თანხის დამატებას, რაც ჩვენის მიერ იქნა მოძიებული ნაშთი და დაახლოებით 2 მილიონი ლარის ნაშთი გავითვალისწინეს ბიუჯეტში და იგეგმა სპორტის საერთო დავამატოთ 200.000 დაახლოებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩაჯდა ბიუჯეტში. შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით სახელმწიფო დაწესებულებებში ეს იქნება პანდუსები, რესურს ოთახების მოწყობა და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე სამომავლოდ დაგეგმილია, რომ ქალაქში რამოდენიმე სახის ტრანსპორტით შემოვიდეს ისეთი, სადაც ასეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას. 500.000 ლარი განისაზღვრა ოპერაციებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 100.000 ლარით გაიზარდა ეს ხარჯი გასულ წელთან შედარებით. რუსთავში სააღმზრდელო დაწესებულებები ახალი წლის პერიოდში ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. როგორც ბაღაბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი მაღლაფერიძემ განაცხადა, გაერთიანების ფილიალებში არდადეგები ოფიციალურად არ გამოცხადება. მშობლებს კი, რომლებთაც ახალი წლის პერიოდში ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანის სურვილი ექნებათ, 15 იანვრის ჩათვლით გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაეთვლებათ. ჩვენ გვყავს ორი კატეგორიის აღსავსრდელები. პირველი ნაწილი ეს არის ის, რომლებიც აპირებენ იანვრის 15 რიცხვამდე ქალაქის დატოვებას და არიან ისეთები, რომლებსაც ამის საშუალება ან სურვილი არ აქვს. შესაბამისად, ბაღები იმუშავებენ ჩვეულებრივ რეჟიმში და მოემსახურებიან აღსავსრდელებს, ხოლო ის აღსავსრდელები, რომლებიც დატოვებენ ქალაქს და არივლიან ბაღებში 15 რიცხვამდე, მათ გაცდენები ავტომატურად ჩაერთვლებათ საპატიოდ და არანაირი დამატებითი პროცედურა ამ გაცდენების გამო მათ არ დაშივლება. რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს 2 მრავალშვილიან ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები გადასცეს. პროექტი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, საქართველოს მასშტაბით მცხოვრების სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რუსთავში უკვე 3 ოჯახს გაეწია დახმარება. რამდენიმე განაცხადის განხილვა კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით ქვემო ქართლში შესაბამისი დახმარება 51 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა. მოქალაქის ჰქონდა უფლება თავად დაესახელებინა იმ ინვენტარის თუ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მას სურდა ამ ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში ქალბატონი ეკატერინე პაპიაშვილის ოჯახმა განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდათ შეეძინათ გასქურა და ერთი ორკაციანი საწოლი და ერთი ერთკაციანი საწოლი, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა და ამ პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადაეცა ოჯახს. რა უნარები და ღირებულებებია მნიშვნელოვანი ჟურნალისტისთვის და რა საგნებს უნდა სწავლობდეს მოსწავლე, რომელსაც სწავლის გაგრძელება აღნიშნული სპეციალობით სურს. ამ საკითხებზე დღეს რუსთავის მე-20 საჯარო სკოლაში ისაუბრეს. ქალაქის 10 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი პირადად ჟურნალისტებისგან მიიღეს. მედიის წარმომადგენლებს შორის დღეს ქვემო ქართლის ტელეკომპანიის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი შეხვედრების გამართვა მომავალშიც იგეგმება.
შეიძლება ვიღაცას ეს მოწონდეს, უბრალოდ იდეის დონეზე ჟურნალისტობა უნდადეს ეკრანზე გამოჩენა, თუმცა ჩვენ პროფესიას აქვს სირთულეებიც, არის დადებითი მხარეებიც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოზარდება უნდა გაანალიზონ ძალიან კარგად და ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო, ბავშვებმა მიიღეს ჩვენგან ამომწურავი პასუხები კითხვებზე, რომელიც მათ აინტერესებდათ. ძალიან დიდი როლი შეიტანა ამ შეხვედრამ ჩემი პროფესიის არჩევისთვის და ერთ-ერთ პროექტთან კომპატებულ პროფესიაში ჩაეწერა ჟურნალისტობა. რუსთავის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით პროექტი გზაწარმატებისკენ უკვე მეორე კვირა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მონაწილეები ქალაქის მასშტაბით არსებულ პრობლემურ და ამავდროულად მათთვის საინტერესო თემებზე სიუჟეტის პროექტებს ამზადებენ. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანია პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია. ეს არის საინტერესო იმის გამო, რომ ახალგაზრდები პრობლემას უყურებენ თუ როგორ არის დეფიციტი თავისუფალი დროის გატარების. ძალიან საინტერესო თემები აქვს არჩეული, ერთი არის კულტურა და ახალგაზრდობა, მეორე არის სპორტი და ახალგაზრდობა და მესამე ეკოლოგია და ახალგაზრდობა. ახლა ისინი ამ წუთში ამზადებენ საპრეზენტაციო. ჯერ დაახლოებით ვაკეთებთ პროექტებს, შემდგომ სიუჟეტისთვის ვამზადებთ სიახლეებს და ყველანი ჩართულები ვართ, მთელი მონაწილეები ამ საქმიანობაში. ძალიან მომწონს, ვერთობით ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ, ახალი მეგობრებიც გავიჩინე და ძალიან საინტერესოა, მე ვფიქრობ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს საქართველოში საწვავის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშის წარსადგენად 10 დღიანი ვადა მისცა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ნავთობის ფასები მცირდება, თუმცა სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე ეს ადეკვატურად არ აისახება. პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს მიმართა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ არ ხდება ანალოგიურად ფასების კლება საქართველოში. კონკურენციის სააგენტოს მე დავავალე უკვე მუშაობა, მოგითხრე პასუხი თუ რატომ არ ხდება აქამდე ბენზინის ფასების შესწავლა და ამის კონტროლი. იცით ალბათ რომ უკვე რამდენიმე 10% დაიკლო ბენზინის საწვავის ფასებმა, ესე იგი, სოფლიო ბაზარზე და სამწუხაროდ და ჩვენ და გასაკვირად არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. ესე რომ იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მე მინდა 10 დღის ვადაში ვთხოვო კონკურენციის სააგენტოს წარუდგინოს საზოგადოებას თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ არ ხდება ანალოგიურად ფასების კლება საქართველოში. მე ვიცი რომ ბენზინის ფასმა დაიწია საქართველოში, დღესაც თვალშიდები დღესაც დაიწია, მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური. სოფლიო ბაზართან უნდა მოდიოდოს შესაბამისობაში. ლარის კურსთან დაკავშირებით სიტუაციას ვაკონტროლებთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის ინფორმაციით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ამ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც მიბმულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა პრემიერ-მინისტრის თქმით, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და საჭიროების შემთხვევაში მის დარეგულირებაში ეროვნული ბანკი ჩაერება. ლარის კურსზე მე მგონი კონტროლის ქვეშ გაქვთ, ბატონო ნოდარ, ბატონო გიორგი, ვიცი რომ თქვენ გაქვთ კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, სიტუაციას ვაკონტროლებთ, ვიცი რომ ეს არის მცურავი კურსი და რა თქმა უნდა მიბმული არის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან, მაგრამ სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ და თუ საჭირო გახდა ეროვნული ბანკი ჩაერევა ამ სიტუაციის დასარეგულირებად. საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან რიჩარდ ჩარნეცკისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდგომი პერიოდის გეგმებზე იმსჯელეს. რიჩარდ ჩარნეცკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამას გარდა მხარეებმა ყურადღება იმ რეფორმებსა და ვალდებულებებზე გაამახვილეს, რომლებიც ქართულმა მხარემ ასოცირების შეთანხმების მიხედვით უნდა განახორციელოს. გაგაცნობთ კომპანია რუსთავის წყალის განცხადებას. შარტავას ნომერ 21 და ნომერ 5 ბინასთან სარეგულაციო ურდულების შეცვლასთან დაკავშირებით ხვალ 19 დეკემბერს 10 საათიდან 18 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება. მეგობრობის ქუჩას ნომერ 31 და ნომერი 47-ის ჩათვლით. შარტავას ნომერი 5 და ნომერი 21-ის ჩათვლით, მესხიშვილის ქუჩას გასასვლელებით, თოდრიის ქუჩას ჩიხებით. მე-12, მე-14, მე-15, მე-16 და მე-20 მიკრორაიონების ბინების მაცხოვრებლებს.
ფესტივალ არტ სკოლის გამარჯვებული შემოქმედებითი ჯგუფის დაჯილდოვების დასკვნით საღამოზე მეათე საჯარო სკოლამ საკუთარი სპექტაკლი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარადგინა. არტ სკოლის ტიტულის მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოყვარული მსახიობები კი ქალაქის ხელმძღვანელი პირებისგან სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ. თემაზე თამთა ცირამუა მუშაობდა. სკოლის სააქტო დარბაზიდან თეატრი ბრავო სცენაზე. ფესტივალ არტ სკოლის გამარჯვებულ შემოქმედებით ჯგუფს თეატრის მოყვარული საზოგადოებისთვის საკუთარი შემოქმედების წარდგენის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცა. სამა გოგონამ ციხის საკანში გატარებული სამი ქალის ცხოვრება თეატრი ბრავო სცენაზე მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ ითამაშა. ჟიურის წარმომადგენლებსა და ფესტივალის მხარდამჭერებთან ერთად დარბაზში სხვა მონაწილე სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც პრიზები სხვადასხვა ნომინაციებში მოპოვებული გამარჯვებისთვის გადაეცათ. კარგი სტარტაპია, ნახოთ მომავალი წლიდან როგორ იქნება და დარწმუნებულია რომ ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებულია რომ ყველა სკოლა ურთ იღებს, ყურად იღებს იმას რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ამბავში და მე დარწმუნებულია რომ ყველა აბსოლუტურად ქალაქში არსებული სულიერი არსება დაეხმარება ფესტივალს იმაში რომ იყოს უფრო მასშტაბური. განწყობა რა თქმა უნდა ამაღლებულია, არ მოველოდისავით, მაგრამ გახარებული ვარ ძალიან. არტ სკოლამ დამეჯილდოვა საუკეთესო გოგონა მსახიობით, ასევე რესურსეთმა გადმომცა სიგელი და თეატრალურმა საკვირვამ სკოლა რუსთავში დამეჯილდოვა 2 თვიანი უფასო სწავლების კურსით. გამარჯვებული სკოლის სპექტაკლის შესაფასებლად თეატრი ბრავოს დარბაზი სრულად შეივსო. მეათე სკოლის შემოქმედებით ჯგუფს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსგან გარდამავალი პრიზი გადაეცა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოყვარული მსახიობები კი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლების, ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირებისგან დაჯილდოვდნენ. ფესტივალის მონაწილეები სპეციალური პრიზებით ფინანსურმა მხარდამჭერებმაც დაასაჩუქრეს. მოხარული ვართ, რომ ჩვენს ქალაქში აღნიშნულ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და ვფიქრობთ, რომ ფესტივალის ფარგლებში ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდას გაიცნობს რუსთავი, რაც შეეხება არტ სკოლის გამარჯვებულს, მეათე საჯარო სკოლას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვია ძიძიგურის სახელით გადაეცა სიგელი და ასევე გარდამავალი პრიზი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ზვიადის სახელით საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში გამარჯვებულ მონაწილეებს მიწვევს ბატონი ზვიადი, მათ შეეძლებათ დაესწრონ კომიტეტის ხდომებს, გაეცნონ პარლამენტარების მუშაობას და ასევე დაათვალიერონ ახლად გარემონტებული შენობა. მნიშვნელოვანია ბავშვების ჩაბმა ხელოვნების სფეროში თვითრეალიზაციის მიზნით. დღეს დავაჯილდოვეთ საუკეთესო მსახიობი გოგო, საუკეთესო მსახიობი ვაჟი, საუკეთესო სკოლა, საუკეთესო პიესა. ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ზოგადად ხელოვნების განვითარებას და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უფრო მასშტაბური იქნება. დასკვნითი დღეა დღეს და მეათე სკოლამ გაიმარჯვა გრან-პრი და გამარჯვებული ამ ფესტივალში, თეატრალურ ფესტივალში გამოვლინდა. ჟიურიმ როგორც გითხრა ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღეს. რუსთავი ცნობილია თეატრალური ფესტივალები და ეხლა ახალგაზრდობა ამ ფესტივალში ძალიან საინტერესოდ ჩაერთო და იმედი გვაქვს რომ ეს თეატრალური ფესტივალები შემდგომ წლებშიც გაგრძელდება. არტ სკოლის ორგანიზატორების თქმით ფესტივალის ჩატარება ქალაქში ტრადიციად იქცევა და მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. საიუბილეო საღამო გაიმართა რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში. შემოქმედებითმა საზოგადოებამ ჟურნალისტისა და პუბლიცისტის ალმარ ლომიძის 70 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოზე შეკრებილმა მწერალთა და თეატრალურმა საზოგადოებამ ალმარ ლომიძის იუბილე პირადად მიულოცეს და მისი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ამ ქალაქში მოღვაწე ადამიანებმა გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონ ალმარ ლომიძისათვის აღვნიშნა დაბადებიდან 70 წლისთავი. მოგეხსენებათ, ქალბატონი ალმარი არის არაჩვეულებრივი პედაგოგი, პუბლიცისტი,
ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა წლების განმავლობაში, საზოგადო მოღვაწე და საერთოდ არაჩვეულებრივი ადამიანი და ნამდვილად იმსახურებს ქალბატონი ალმარეი მოფერებას ამ ლამაზი დღის აღნიშვნას. 54 წლიდან ცხოვრობ რუსთავში და წერ ყველა სფეროზე ჟურნალისტი ვარ, გერმანისტი ვარ, რედაქტორი ვარ და კორექტორი 10-მდე წიგნის. ხო და არ ვიცი, მეფერებიან ძალიან და მანევივრებენ, მაგრამ მე მგონი ადამიანი ასეც უნდა იყოს, რომ ერთმანეთსადმი გულისხმიერები იყოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი. ძალიან დიდი მადლობა ამ ბიბლიოთეკას, ჩემ მეგობრებს, რომლებიც მობრძანდნენ და მომეფერნენ. რაც შეეხება სპორტის სიახლეებს. რუსთაველი მოცურავეების მორიგი წარმატება. ამჯერად საცურაო აუზთოლია სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგები სლოვენიაში გამართულ ტურნირზე აჩვენეს. საპრიზო ადგილზე გასვლა რუსუდან გოგინაშვილმა მოახერხა, ჯუდი ბიჭიკაშვილმა კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. ამჟამად რუსთაველები თბილისის თასის გათამაშებისთვის ემზადებიან, რომელიც სტარტს ხვალა იღებს და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეჯიბრზე მონაწილეობას რუსთავიდან 18 მოცურავე მიიღებს. რუსთავიდან თოლის გუნდიდან იყო წასული გოგინაშვილი, რუსუდანი და ბიჭიკაშვილი ჯუდერი. გოგინაშვილმა აიღო ბრინჯაო, გავიდა ფინალში, საუკეთესო შედეგებით იასპარეზა. ჯუდერ ბიჭიკაშვილმა 100-ში და 200 მეტრ კროლზე გაუმჯობესა შედეგები. ვიყავი ქალაქ მარიბორში, სლოვენიის ქალაქში, ვიცურავე 50 ბრასი, 100 ბრასი, 200 კომპლექსი, 50 დელფინი. 50 დელფინზე ავიღე მესამე ადგილი და ჩემი შედეგებით ყოფილა. ამერიკასა და კუბას შორის წლების განმავლობაში გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები განახლდა. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია ჩვენი საგარეო პოლიტიკაში ბოლო 50 წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულებთ იმ მოძველებულ მიდგომებს, რომლებმაც ბოლო ათწლეულებია არ გვიშველა ჩვენი ინტერესების წინწაწევაში. ამის ნაცვლად დავიწყებთ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამოსწორებას, განაცხადა ობამამ. მანვე ამერიკის კონგრესმა უწოდა კუბისთვის დაწესებული ემბარგო მოეხსნა. ამერიკასა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1961 წლიდან შეწყვეტილია. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 2020 წლისთვის გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნების პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პოლონეთში სტუმრობისას განაცხადა. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ კიევმა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცის კენსვა უნდა განაგრძოს. პოლონეთის პარლამენტში ევროკავშირ უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების დროს სიტყვით გამოსვლისას პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ დასავლეთის კურსი აირჩია. ანალიტიკოსების განცხადებით, ნატოს კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად უკრაინას შესაძლოა მრავალი წელი დასჭირდეს. სამი ადამიანი დაიღუპა დიდთოვლობის გამო იაპონიაში. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კუნძულ ოკაიდოზე გადადებულია თითქმის ყველა რეისი. მუშაობა შეწყვიტა რკინიგზა მათ სტიქიის ზონაში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. მუშაობა შეაჩერა სასწავლო დაწესებულებებმაც. და ისევ საქართველოს და ჩვენს რეგიონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. ხვალწალკაში მოსალოდნელია დღისით +7 ღამით -1 გრადუსი. თეთრი წყაროსი დღისით 7 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით -2-მდე დაეწემა ტემპერატურა. რაც შეეხება დმანის დღისით 5 ღამით -5 იქნება, ბოლოში დღისით 9 ღამით 2 გრადუსი სიტყვა მოსალოდნელი. მარნეულში ნავარაუდებია დღისით 9 ღამით 3 გრადუსი, თბილისში დღისით 9 გრადუსი იქნება ღამე. გარდაბაში მოსალოდნელია დღისით 10 ღამით 3 გრადუსი, ხოლო ჩვენს ქალაქში ნავარაუდებია დღისით +10 ღამით +3 გრადუსი სიტყვა. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. ქრონიკა ამით დასრულებულია. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.